სასულიერო პირები არ უნდა აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებას, ასე აფასებს ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი იმ განცხადებას, რომელიც ამბიონიდან ეპისკოპოსმა იაკობმა გააკეთა. ქართული ოცნების წევრი თვლის, რომ ეკლესია სრულად უნდა იყოს გამიჯნული პოლიტიკურ პროცესებზე. გია ვოლსკი ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, რომ რომელიმე პირმა, თუნდაც სასულიერო პირმა ან პოლიტიკოსმა მხარი დაუჭიროს იმ ადამიანებს, ვინც რუსთაველის გამზირზე იყვნენ და მისი განმარტებით მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. ეპისკოპოსი იაკობის განცხადება, როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის სრულად მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ოცნების წარმომადგენლები თვლიან, რომ ეკლესია ამ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს. მგონია, რომ მეუფე იაკობი საერთოდ სასულიერო პირების პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდნენ და ბრალს არ უნდა დებდნენ რომელიმე მხარეს, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ქონდეს. პირიქით, ორივე მხარეს უნდა მოუწოდებდნენ ერთობისაკენ და უნდა იყვნენ მოწოდებული, რათა განსაცდელი აარიდონ ქვეყანას, როგორც ეს გამოუჩენოშია ნათქვამი. თუმცა არქიმანდრიტმა კვარაცხელიამ დამაბრალა, რომ თურმე მე გამოუჩენოც არ ვიცი. ძალიან ცუდია, რომ არქიმანდრიტი იქნება, ეპისკოპოსი იქნება თუ სასულიერო თუ არასასულიერო და რომელი კონფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ვერ ხედავს იმ ზაკრულ გეგმას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დასახეს და ამ ზაკრულ გეგმაში ერთ-ერთი სერიოზული აქტი, ერთ-ერთი სერიოზული მიმდინარეობა არის საზოგადოების გახლეჩვა. ასეთი სხვადასხვაობა უნდა იყოს განხილული პარლამენტში და არა ქუჩებში, მით უმეტეს თუ კი მოლოტოვის კოქტეილებს ისრიან ადამიანები. არ შეიძლება მოლოტოვის კოქტეილის სროლის მხარეს დადგე და თქვა, რომ საზოგადოება ხელისუფლებამ გახლეჩა. ხმაურიანი განცხადება ამბიონიდან გავლენიანმა სინოდის წევრმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა. მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ უნდა შედგეს დიდი შერიგების პროცესი და ამ შერიგების პროცესში როლი უნდა ითავსოს ასევე ეკლესიამაც. მეუფე იაკობის ეს განცხადება უკვე შეაფასეს თეოლოგებმა. პირდაპირ ამბობენ ის ადამიანები, ვინც ამ პროცესებს დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს, რომ ახლა მეუფე იაკობი ამ პროცესებს გამოეხმაურა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ახლო გარემოცვის წევრი, მისი მეგობარი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულმა ოცნებამ დააპატიმრა. თეოლოგები ფიქრობენ, რომ ახლა მეუფე იაკობს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მისი განცხადებებით თავი დაიმკვიდროს და საკუთარი უსაფრთხოება ამით გაამყაროს. მეუფე იაკობს ახლა თავისი ბედი და მომავალი უფრო ადარდებს, სიმართლე გითხრათ, ვიდრე ამ ქვეყნის მომავალი, როგორც არაერთ გზის. ხო, მეუფე იაკობის როლი ვიცით, როდესაც განხეთქილება არსებობდა ამ ქვეყანაში და სერიოზული დაპირისპირება. მაშინაც იმის გამო, რომ მტვერმოყვარე აერია სამწუხაროდ იმ მხარეს, რომელზედა საითაც მეუფე იაკობი იდგა და ახლაც მტვერმოყვარე სანამ არ გაარჩევს, მანამდე მისგან სრულად ჩემთვის გაუგებარია თანხმობაზე და შერიგებაზე საუბარი. მას შემდეგ რაც ღარიბაშვილი დააპატიმრეს, მას აღარ ყავს ასე ვთქვათ, გაფიოდ გამოკვეთილი მხარდამჭერი ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, ამიტომ ბუნებრივია, რომ ის ეძებს გზებს ახლა იმისთვის, რომ თავისი ბედი იყოს გარკვეული. სიმართლე გითხრათ, რომ მოусმინე ეს ძალილი, დავჩერს დაბეჭდილება, რომ ეს იყო 2024 წელს გაკეთებული ჩანაწერი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარი არის, სადაც ეკლესია და სხვა მთავრობა ერთმანეთს უნდა იყვნენ და ოპოზიციას მოლაპარაკებაზე ეპატიჟებიან. ეს ოპოზიცია სუციხეში არის და გდანში და რუსთავში ჩაატარებენ ამ მოლაპარაკებებს თუ რა ხდება. მაგრამ მე მივხვდი იმას, რომ არა, ნამდვილად ღევანდელი ჩანაწერია. მადლობა მეუფე იაკობს, რომ თვალ აკაცუკები არ დაუძახა ამ ადამიანებს, ვის რუსთაველზე არის დღეს და აგრძელებს პროტესტს. მე ესეთი დაბეჭდილება მრჩება, რომ აქ რაღაცა სხვა რაღაცა ხდება და არა ის რაც ითქვა და რაც მომისმინეთ. ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ეს უკავშირდება ვთქვათ იქ ღარიბაშვილის ფაქტორს, ეს უკავშირდება სხვა რამეს, ეს უკავშირდება პოლიტიკას თუ ასე შემდეგ, სადაც სამართლიანობის პრინციპი დარღვეულია და სადაც მეუფესთვის უცნობია, რომ
ციხეშია. რეალურად ვის ანაპირებს საუბარს ესეც გაუგებარია და შესაბამისად სხვა ბევრი რაღაცეები, რაც მის ქადაგებაში ითქვა. სინოდის გავლენიანი წევრი მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ ახლა ქვეყანაში დგას ისეთი დრო, როდესაც დიდი დაპირისპირება უნდა დასრულდეს და ამ დაპირისპირების მოსაგვარებლად როლი უნდა ითავსოს ეკლესიამ და ამ პროცესებში ეკლესია აქტიურად უნდა ჩაერთოს.